ახალგაზრდა საარჩევნო კამპანია და კანდიდატების შეხვედრები. მრეწველობის კანდიდატი დღეს საქართველოში მცხოვრებ კაზაკებს შეხვდა. გოგი თოფაძე მათ საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო. საქართველოში 5000-მდე კაზაკი ცხოვრობს და როგორც მერობის კანდიდატმა განაცხადა, მოსახლეობის ამ ნაწილის აზრი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მრეწველების საარჩევნო პროგრამა 12 მთავარი პუნქტისაგან შედგება და ძირითადი პრიორიტეტი დასაქმებაა. საარჩევნო პროგრამის სრულ ვარიანტს კი მრეწველები ამომრჩეველს რამდენიმე დღეში გააცნობენ. ქალაქის მერმა თუ ის იქნება ჩვენ 30 მაისამდე შევეცდებით, რომ ყველა სოციალური გავწვეთ ყველა სოციალურ ჯგუფს, გავიგოთ იმათი პრობლემები. ამათთან ერთად იქნებიან მეცნიერები, ცნობილი მეცნიერები, ვისაც აინტერესებს რა პროგრამით მივდივართ, რაც თავაზობთ ქალაქის მოსახლეობას. 1000 საკითხები იმადება ხოლმე და ჩვენი პროგრამა რაც გვაქვს ჩამოყალიბებული და ალბათ უახლოეს ხანებში მოახსენებთ ჩვენ ამომრჩევლებს. ჩვენ შეხვდებით სხვა კანდიდატებსაც, მოვისმენთ მაგათ პოზიციას, ეკონომიკურ და სოციალურ პროგრამას. მე რამდენად ვიცი, ბატონ გოგის აქ შესანიშნავი პროგრამა. ის საკითხებია იქ ასახული, რომელიც დღეს აინტერესებდა აწუხებს ჩვენ უმეტეს მოსახლეობას და ჩვენ ვიმჯერებთ მე ვის მივცეთ ხმა. გზა რესპუბლიკის მოედნიდან დიღმამდე და უკან თუ თბილისის მერი ნიკა ივანიშვილი გახდება, ის დავით აღმაშენებლის ძეგლს ისევ სასტუმრო ვერიესთან გადაიტანს. ამის შესახებ სახალხო დემოკრატების ლიდერმა დღეს ამომრჩეველებთან შეხვედრაზე განაცხადა. ნიკა ივანიშვილის აზრით დიღმის საწინააღმდეგო მას არაფერი აქვს, თუმცა ფიქრობს, რომ ხეოვანი ძეგლისათვის შესაბამისი ადგილი არ არის. ძეგლის გადატანა თავის დროზე იყო ხელისუფლების უგუნური ნაბიჯი, განაცხადა დღეს ნიკა ივანიშვილმა ამომრჩეველებთან შეხვედრისას. ჩვენ გამარჯვების შემთხვევაში ამ ძეგლს დავაბრუნებთ იმ ადგილას, რაც როგორც ხელოვნების ნიმუში უფრო კარგად იკითხება, ვიდრე ამ კონკრეტულ ადგილას დგას. და თუ დიღმის მოსახლეობა მოითხოვს, რომ დავით აღმაშენებლის ძეგლი მათაც უნდა გქონდეთ, მაშინ ყველანაირი წესის დაცვით, კონკურსის ჩატარებით ჩვენ დიღმის მოსახლეობას დაუდგავთ მეორე დავით აღმაშენებლის ძეგლს. სურაბ ნოღაიდელის თანაგუნდელები სპორტის სასახლის დირექციას უჩივიან დავის მიზეზი სასახლის დირექციისა და ეროვნული საბჭოს დავაა. პრაიმერის ორგანიზატორები სასახლის არ მიაქირავეს და მიზეზად სარემონტო სამუშაოები დაასახელეს. სანაცვლოდ კი კუკავამ სარჩელი ცესკოში შეიტანა. კონსერვატორების ლიდერი ამბობს, რომ მათ 9 აპრილს დარბაზის პრაიმერის შედეგების პრეზენტაციის მოწყობა უნდათ, ამ დროისათვის კი სარემონტო სამუშაოები უნდა დასრულებულიყო. კუკავა სარჩელს ცესკოს მომდევნო სხდომაზე განიხილავს. ნოღაიდელის თანაგუნდელები კი ამბობენ, რომ მათ სპორტის სასახლეს არ დაუთმობენ, მაშინ აქციები დაიწყება. ფაზბუქის სასახლეში ზუსტად იმ რაოდენობის ხალხი უკავიწყებს მაშინ მანიფესტაციას პარლამენტის მიმართ. ხელისუფლებას ეშინია ჩვენი ჯერქვეშ შეკრების, მაშინ ჩვენ მანიფესტაციას მოვაწყობთ. ჩვენ შევიკრიბებით კალათბურთის სასახლეში ასეთ შემთხვევაში იმავე რაოდენობით ალბათ ვერ დავეტევით და გარეთ მოგვიწევს გამოხმაურების დადგმა და შემდეგ იქნება მანიფესტაცია რუსთაველის გავლით პარლამენტის მიმართულებით. ჩვენ ვიტყოთ სპორტის სასახლე დათმობილი იქნეს ეროვნული საბჭოსათვის. ეს არის საარჩევნო კოდექსის მოთხოვნაც, ეს არის პოლიტიკური პარიტეტიდან გამომდინარე პრინციპიც და რაც თავარია, ეს არის სპორტის სასახლის დაბლოკვა, უკვე პირველი ნიშანი იმისა, რომ ხელისუფლებამ დაიწყო გადამწყვეტი ბრძოლა სწორედ ეროვნული საბჭოს წინააღმდეგ, როგორც თავისი მთავარი ალტერნატივის წინააღმდეგ. ირაკლი ალასანია მერად არჩევის შემთხვევაში საოჯახო ბიზნესის დასახმარებლად 25 მილიონს გამოყოფს. ეს განცხადება დღეს თბილისის მერობის კანდიდატმა ავლაბრის მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა. ალიანსის საქართველოსთვის მერობის კანდიდატი დღეს ელიასეთის მოსახლეობას ესაუბრა და მათი პრობლემები მოისმინა. ხალხი ამბობს, რომ აქვთ დასაქმების პრობლემების გამოც უჭირთ კომუნალური გადასახადების გადახდა. ალასანია მერად არჩევის შემთხვევაში ხალხს ამ პრობლემების მოგვარებას დაპირდა. საოჯახო ბიზნესები აქვთ და მე მოუყევი თქვა ჩვენი პრიორიტეტი, რომელიც იქნება მერიის და მუნიციპალური ბიუჯეტიდან დაახლოებით გამოყოფილი იქნება ფონდი 20-დან 25 მილიონამდე, რომელიც კონკრეტულად დააფინანსებს ესეთ ადგილობრივ საოჯახო და მცირე ბიზნესებს. ჩვენ ასევე გავაცანით ისიც, რომ მერიაში შეიქმნება ეროვნულ უმცირესობათა საბჭო, რომელიც სწორედ პრიორიტეტების მიხედვით დაეხმარება ამ ეთნიკურ უმცირესობებს. უცბად არაფერი არ გაკეთდება და არ ჩვენ გვაქვს ამის მოლოდინი, რომ უცბად შეიცვლება ჩვენი ცხოვრება, მაგრამ ის რომ პენსიონერი 85 ლარზე და 90-ზე ვერ იცხოვრებს და ვერ იარსებებს, რომელსაც არავინ არ აყავს, ეს ირაკლი ალასანი მას კარგად იცოდა ჩვენ